განხორციელება არის ჩვენი აზრით ძალიან სერიოზული, რადგან შეწუხებული ვარ სრულიად ახლა 27, 29 და 31 ნომრის ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლები ამ შენებლობისგან, რადგან ჩვენ მიუხედავად იმისა, აი ძალიან ცდელობა გქონდა ძალიან ბევრჯერ, რომ დაგვედგინა ვინ აშენებს, რატო აშენებს, ან ნებართვა მოეტანათ ოფიციალური, ან რაღაც ჩვენ ამას ვერ ვივაღწიებთ თვეების განმავლობაში. ამასთან ერთად, გარდა იმისა, რომ ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს დემონტაჟი მოხდა უკანონოდ აბსოლუტურად ყველანაირი ნორმების გაუცვლელად. ამასთან ერთად ზიანდება ჩვენი საცხოვრებელი კორპუსები. აი საშიშროება ემთხვევა, სერიოზული საშიშროების წინაშე ვდგევართ, რომ აი ზამზარებს მთლიანად სახლი მიწის რო გეგონება თემისთანა. კიდე განადგურდა მწვანე ნარგავები. თქვენ თვითონ ხედავთ რა მდგომარეობა, არანაირი ტექნიკური ნორმა არ არის დაცული, არ არის შემოღობილი. არ კიდია აბრა, რომელიც ეს ხდება აბსოლუტურად ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ მშენებლობაში. როცა უნდა იყოს გამოკრული პროექტი, რომ უნდა იყოს შემსრულებელი ვადები, რა შენდება, ეს რომ ვიყოთ ინფორმირებული. ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ აშენდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა აშენდეს ისე, რომ არ ჩვენ არ დავზიარდეთ, ხო? ჩვენ საცხოვრებელ ბინებს აბსოლუტურად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ექნება საშიშროება. თბილისის მერიას არ მიმართეთ? თბილისის მერიას მივმართეთ, ველოდებით პასუხს, იმედია მოგვივა პასუხი და ამიტომ აი ვცდილობთ ახლა გვინდოდა ამ ფაქტის ჩვენ მივმართეთ თვითონ მოვითხოვეთ მშენებლობის უფროსი მოსულიყო, ჩვენთვის მოეტანა დოკუმენტაცია, მაგრამ არ ჩანს არავინ. უარეს გეტყვით, გუშინ რომ შევიკრიბეთ ახლა მოსახლეობა, მთელი 3 ნომრის მოსახლეობა ვიყავით გამოსული, გაქრა მშენებლები, გაქრენ მუშები, დაიფანტნენ და ამ დილიდან ისევ განახდა და ამიტომ იძულებული გავხდით. და ვთხოვეთ ბატონ შალოს რომ მოსულიყო და რაღაცა მხერგვარჭი დავდგომოდა და სწორი მიმართულება მოხდეს და დაგვაყენოს გზაზე რომ რაღაც უკანონობაა შევწყვიტოთ ეს უკანონობა და კანონიერად კანონის ფარგლებში მოხდეს ყველაფერი რომ ჩვენც მშვიდობიანად ვიყავთ. როგორც ხედავთ, აქ მიმდინარეობს მშენებლობა. ადგილობრივი მაცხოვრებლები დამიკავშირდნენ თხოვეს შეხვედრა. მათ გამოუთქვათ რამდენჯერმე პროტესტი ჯერ მშენებლობის ფორმასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯერთი მათ არავინ არ გააცნო თუ რა შენდება აქ, რა ზომის, რა პარამეტრების შენობა შენდება. შემდეგ მშენებლობა დაიწყო ისე რომ არ ხდება და დღესაც არ არის ხედავთ შემოკავება ამ ტერიტორიის, რითაც უხეშად არის დარღვეული უსაფრთხოების ნორმები. აქ მაცხოვრებლების მით უმეტეს ბავშვები ყავთ და ასე შემდეგ და ნებისმიერი გამლილი შეიძლება ჩავარდეს აქ და სერიოზული შედეგები მოყვეს. გარდა ამისა, აქ ყოფილა მწვანე ზოლი, მნიშვნელოვანი მრავალწლიანი ნარგავების, აი ხედავთ რა ხელა მწვანე ფიჭვებია, დიახ და ეს განადგურებულია. გარდა ამისა, შევიწროებულია შესასვლელი აი მიმდებარე კორპუსების ამ მშენებლობიდან გამომდინარე. რაც ასევე უკვე უარესებს მდგომარეობას და რაც მთავარია. გრევა, ანუ დემონტაჟი აქ არსებული კორპუსის, აქ მდგარა 4 სართულიანი კორპუსი, განხორციელებულა და ეს 9 ამჟამადაც ისეთი მეთოდით, რაც მნიშვნელოვნად საფრთხეს უქმნის და აზიანებს ამ მიმდებარე კორპუსებს. მთავარია, არ არის გამოკრული აბრა, რა შენდება, ვინ აშენებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დარღვევა სამშენებლო სტანდარტების. მოსახლეობამ მიმართა მერიას და ისინი ელოდებიან პასუხს. ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებული რა შენდება აქ, რამდენად კანონიერი ეს მშენებლობა და ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დემონტაჟის და მშენებლობაც უნდა განხორციელდეს ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს უკვე არსებულ კორპუსებს. როგორც მითხრეს, ამ ობიექტზე მუშაობთ თქვენ და არ მუშაობ. რა პრობლემა ჯერ გამერია აზმობა. არიცით რას აშენებთ? არ მუშაობ. აშენებთ რაღაცას და არიცით რას აშენებთ? არ მუშაობ ახლა. სად მუშაობთ? მაგრამ ფორმა რომ გაცვიათ თქვენ მუშაობ. ბიჟაზე მუშაობთ?